მშვიდობისა მეგობრებო, დილა მშვიდობისა, მოვედი ორთაჭლის ხიდთან. აქ ბალღობაში იმდენს თევზავდი, რომ რავი, ნახეთ რა საყურეა. საშინელება, ანუ ერთ სიტყვით აქ უნდა ცოტა იქ თვითევზავ, ნახოთ რა იქნება. ეგრე გავჩერდი მეგობარო. უკვე დგანან, აქად დგანან, იქად დგანან და რავი, ნახოთ რა იქნება. აქ დინება არ არის, გახსნილია ის შლუზები და ესე ნახოთ რა იქნება. კაი წყალი არის. ეგეთ რა პატარა ლამაზი წვერა დაჭდა. ხო და გოუშვებ ახლა მაგას თეჭიაზე. მეგობრებო, თეჭიაზე. ამ ფერნაირი გრუზით. და ეგეთი ნემსკავით. ეგერ პირველი პლატვაც დაჭდა. კაი სუფრის ზუსტად ზომა. ეგეთი ძალიან გემრიელი თევზია ეს პლატვა. კარგად დაარტყა. აი ესე ჩაგდებული მაქვს აქ. სხვა სატყო არა, რაღაცას ტესტავ. ცოცხალი სატყო არა არის. აქ თეთრი ჭია. იქაც ხალხი მოვიდა კიდე. აქ მე მგონი უკვე დაჭდა. აი ეგ უკვე მოსდილია. კარგია. წითელ თეჭიაზე. ეგაც ხრამული დაჭდა. კარგათა დაარტყა. თეჭიაზე. ეგაც მეგობრებო მურწა. მურწა დაჭდა. თუ ხო მურწა არის, მურწა. თეჭიაზე ისევ და ისევ. ჯერ ვიფიქრე მეთქი შისტოატეკაზე წავალ, სადაც საპატრიარქო ტბები არის, დანგრეული ხიდი იქით რა. არა მეთქი, მერე შორია და გადავწყვეტე ჩამოსვლა აქ. თან წინა კვირას ჩემი მეგობარი იყო ჩასული აზერბაიჯანის საზღვართან, ნუ იქით. იმას რო ეძახიან, კრეპკი უგალ და მაგარი ის მოდისო რა. ბალახი, ნაგავი, ყველაფერი და მეთქი ახლა მაგის თავი არ მაგ და სატესტოდ აქ გამოვედი. ნუ ვერთობი რა, ვერთობი ახლა კარგი ჩარტყმა იყო და რა ვიცი. ეს მაგ ჩაგდებულია იქ, დაახლოებით აი სადაც თავდება დინარე 5 მეტროში. და ეს მაგ ჩაგდებულია აქ შუაში. საშუალო სიმძიმის წონა მიყენია და პატარა ნემსკავები. კიდე ერთი წვერა დაჭდა. აი ამ წამს. კარგად ესე. ლამაზად. აი ამ ფერნაირი წვერაც ჯდება და ეგეთებს იასნია მე ვუშვებ. ხო. მე ახლა კაი ჩარტყმა მქონდა, ყურადღება ვერ მივაქცია იქით იმას შვებოდი, ანკეს ვარ სწორებდი და მაგრად წაიღო, იმენა მაგრად წაიღო. კაი ვაგზელებ თევზაობას. მეგობრებო, უკვე 10 საათია. ხალხი არის ასე თუ ისე. დონკაზე ვიჭერთ, იქეთ მხარესაც იჭერნენ, ტრაინინგზეც იჭერენ. რავი, დავიჭირე რა 1 კილო ნახევარი, მაგრამ მაგრად იმაშვები რა, ვერთობი. ძირითადი სატყო არა არის, ყველაზე კარგად მოსდევს იმაზე, თეთრ ჭიაზე. ხო და ესე, ახლა ჩრდილში ჩამოვჯექი აქა, თორემ მაგრად დასცხა. ხო და ალბათ მალე სახშიც წავალ რა, იმიტომ რომ ხელა რა. რაც შეეხება დითევს 2 კაი დაარტყმა მქონდა ჯერ ამაზე, აი ამ ჯოხზე. იმ ფერნაირი დაარტყა, მეთქი ახლა გადატეხავს. ალბათ ვიჩქარე ან არ ვიცი, მივეცი პასეჩკა, მაგრამ არაფერი. მე ის როგორც ყოველთვის მე აქეთ ვიყავი, იქ დაარტყმა იყო, ჩამოვარდა ანკეს იმ ქვიდან, ჩამოვარდა ესე და წამოუღია გრუზი თითქმის ნაპირთან და მაგრამ არაფერი. ოდა ესე რა.
ახლა ველოდები ჩარკმას. კაი წყალი მოდის, ახლა ბალოტნიჭიაზეც კარგად იმას იზრდა, აიღებდა. მეტავი დასვა. რამე, აიგე. არა. ნუ ეგეთი ამბებია, მეგობრებო. ვაგრძელებ თევზაობას. მეგობრებო, უკვე 11 დაიწყო. იმდენად ცხელა, რომ ვეღარ ემაშვები, ვეღარ ვძლებ რა, ძალიან ცხელა. თან აღარც ურტყავს, ისე აღარც მოსდევს და წავედი სახლში. ხო, რაც თავარია, ძალიან მარტივი რაღაცაა. და ხედეთ, მთელი ჭის-ნაგავი რაღაცები ყველა ჩავდევი ჩემს ზურგ ჩანთაში და მიმაქ. გადავაგდე ბუნკერში, მაგ ძალიან ადვილია და ყველანი მასე მოვქცე და აქ ნახეთ რა ხდება, უბრალოდ, აი არ ვიცი რა, როგორ უნდა დაარქვა ამას. ნუ როგორ უნდა დაარქვა? არ ვიცი. კარგით, წარმატებები, ახალ შეხვედრამდე თევზაობაზე და კარგად იყავით. ლაიქ